კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. ევროპის საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება ქართული ხალხის ნების გაუქმების. შალვა პაპუაშვილის თქმით, სწორედ ამის მცდელობა ვიხილეთ ბრიუსელში. პირველი კანონმდებლის განცხადებით, ვიდრე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან არაობიექტური და უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, მანამდე ქართული დელეგაცია გამოეთიშება ევროპის საბჭოს ასამბლეაში მონაწილეობას, მისივე განმარტებით ეს მხოლოდ საპარლამენტო განზომილებაა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვეუბნებოდით ყველას, ჩვენი დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომ იყვნენ ობიექტურები და სამართლიანები ქართული ხალხის და საქართველოს მიმართ და რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ არ იქნას დარღვეული. კერძოდ ის, რომ არავის აქვს უფლება გააუქმოს ქართული ხალხის ნება. და ჩვენ ზუსტად ეს ვიხილეთ, ამის მცდელობა ვიხილეთ საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ რამდენიმე პოლიტიკური ინტერესის მქონე ხალხმა, ჯგუფებმა და იცით თქვენ რომ ეს იყო ევროპის სახალხო პარტიის ფარგლებში წამოყენებული ინიციატივა, რომელშიც ქართველი მოღალატე ოპოზიცია და უკრაინის დელეგაცია იყო ჩართული ამის შემუშავებაში. ეს ის ხალხია ევროპის სახალხო პარტია, შეგახსენებთ, ვინც მიხეილ სააკაშვილის ცარიელს კამსგავდა თავის კონფერენციაზე და მწამებლის მხარდაჭერია. ეს ის უკრაინული დელეგაცია არის გონჩარეკოს ხელმძღვანელობით, რომელსაც უნდოდა რომ ჩვენ საზარბაზნე ხორცად გამოვეყენებინეთ და ჩავერთეთ ომში და მოგვიწოდებდნენ რომ რაიმენაირად გაგვეფანტა იქნებ რუსეთის მზერა, ასე ვთქვათ, უკრაინიდან გადმოგვეტანა საქართველოში და აქ ქონოდა ჩვენ გამართული ბრძოლა და ეს ის მოღალატე ოპოზიცია, რომელიც ამ ყველაფერში იყო აყოლილი. ასე რომ ეს შეიკრა, ასე ვთქვათ, ანტიქართული კოალიცია ამ მხრივ. ქართული ხალხის სახელით მოლაპარაკეს სხვა ქვეყნის ელჩები. ეს გარემოება პარლამენტის თავმჯდომარესთვის ფარისეულობაა. შალვა პაპუაშვილმა იმედი ლაივში განაცხადა, რომ ახლა მსოფლიოში პოლიტიკური პროცესების გადაფასება მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლება კი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვებთან თანხვედრაშია. იცით თქვენ რომ უცხოელი აგვაზიანებდა ჩვენ ყველაზე მეტად. გვაზიანებდა არარეალისტური, არაპრაგმატული მიდგომები საკითხების მიმართ. გვაზიანებდა ის, რომ აი ეს პოლიტიკანობას ჰქონდა წაღებული მთელი საერთაშორისო პოლიტიკა, ნაცვლად რეალისტური პოლიტიკისა, ნაცვლად ეროვნული ინტერესებზე მიმართული პოლიტიკისა. ამას ამბობს ზუსტად ტრამპი და მისი ადმინისტრაცია და მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამ შემთხვევაში მდივანმა რუბიომაც ეს თქვა, რომ ისინი ასე უყურებენ მომდევნო 4 წელს, რომ ყველა ქვეყანა თავისი ინტერესით იმოქმედებს და ეს აჩვენებს ზუსტად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც იქნა აი ეს ადმინისტრაცია აღიარებს, რომ სხვებსაც აქვთ ინტერესები. და ამ შემთხვევაში საქართველოს აქვს თავის ინტერესები და ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია თავის ინტერესებსაც გვეტყვის და აქ იქნება თანხვედრა. და არა ისე როგორც აქამდე ხდებოდა ყოფილი ელჩები, რომ დადიოდნენ კაბინეტ და ჩემ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რომ მოდიოდა და მე ლაპარაკებოდა ქართველი ხალხის სახელით. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბოლოს უთხარი, ეხა ისე ნუიზავთ მეთქი და თქვენ ხართ საქართველოს პატრიოტი და მე ვარ აქ ჩამოსული ამ ქვეყანაში და თქვენ ხართ აქ დაბადებული და გაზრდილი თქვა. ამ დონემდე იყო მისული ეს ფარსი და ფარისეულობა, რომ ელჩები გელაპარაკებოდნენ ქართული ხალხის სახელით, ქართული ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა იმედი ლაივში ისაუბრა მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებითაც. შალვა პაპუაშვილის თქმით, დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნის პარალელურად სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ელჩებისგან პასუხაუცემელია კითხვა, გმობენ თუ არა ძალადობას. როდესაც თუნდაც ევროკავშირის საელჩო თუ სხვა ელჩები ზრუნავენ იმაზე, რომ მათ მიერ დაფინანსებული მედიის წარმომადგენელი, თქვათ, იყოს წინასწარ-პატიმრობაში თუ არ იყოს წინასწარ-პატიმრობაში, ხო, ამაზე შეიძლება ქონდეთ თავსაკუთარი აზრი. ამავე დროს ერთი წინადადებას როგორ არ ამბობენ, რომ ისინი ძალადობას გმობენ. ხო ვიხილეთ ეს ყველაფერი, ხო? რა არის ბოლო-ბოლო მართლა რა გახდა ესეთი განსაკუთრებული, რომ არ უნდათ რომ დაგმონ ძალადობა და კიდევ ერთხელ ეს ხო მათი პასუხისმგებლობაა. როდესაც შენს მიერ შენი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელსაც შენ აფინანსებ, მისი წარმომადგენელი ძალადობს პოლიციელს. თუ კი გაქვს პრეტენზია, გინდა გამოთქვა პრეტენზია, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება იყოს ლმობიერი, იმ პასუხისმგებლობას რატო არ გძნობ, რომ შენი ფული დაფინანსებულმა ადამიანმა იმ ქვეყანაში, სადაც შენ სტუმარი ხარ და ჩაგაკ ფული და ხარჯავ,
თავს დაესხა პოლიციას. ამაზე პასუხისმგებლობას რატო არ იზიარებენ? და იცით რატომ არ იზიარებენ? იმიტომ სინამდვილეში თავისი ქცევით აქეძებენ. სინამდვილეში ეს შედეგი არის ზუსტად აი ამ წაქეზებისა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაასრულდა. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა გააცილა. ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქართული დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოსა და სომხეთს შორის გამართულ მაღალი რანგის შეხვედრებს პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. მეზობელი ქვეყნების მთავრობის მეთაურების დიპლომატიური გზავნილები და სამომავლო გეგმები პოზიტიურად შეფასდა მართულ გუნდში. ქართული ოცნების ლიდერების განმარტებით რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ირაკლი კობახიძესა და ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან აქტუალური აქცენტები გაკეთდა. საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით იყო პრემიერ-მინისტრი ჩასული და რა თქმა უნდა ეს თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც და ხელმი უნდა შეუწყოთ ყველამ ერთად სამი სახელმწიფო იმას რომ სხვა რეგიონში იყოს მშვიდობა, იმიტომ რომ რეგიონში არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია აწყობს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანის წრეებსაც. ის ღირებულებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ემსახურება, რაც თავის მხრივ გულისხმობს დემოკრატიული და მშვიდობის პროცესების წახალისებას რეგიონში, არის ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანი და ყველასთვის თანაბრად სარგებლის მომტანი, ვინაიდან ეკონომიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს მშვიდობა, რაც თავის მხრივ ხდება ხოლმე კეთილდღეობის გარანტი. საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის პირდაპირ უცხოური ინვესტიციის კერძოდ კი MR ჯგუფის $6 მილიარდიანი შეთანხმების შესახებ მართულ გუნდში კიდევ ერთხელ საუბრობენ. ქართული ოცნების წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ინვესტიცია ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მათი განმარტებით გააქტიურდება უძრავი ქონების ბაზარი, ქვეყანაში შემოვლენ მაღალმხარჯველი ტურისტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ ზომის ინვესტიცია ფაქტიურად არ განხორციელებულა საქართველოში. ხელი მოეწერა მემორანდუმს MR ჯგუფთან, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დიდი ჯგუფი არის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება სხვა ქვეყნის ინვესტორებისათვის, სხვა ჯგუფებისათვის, რომ საქართველოში განახორციელონ საინვესტიციო პროექტები. და MR-მა უკვე გამოაქვეყნა ის სავარაუდო პროექტები, ადგილმდებარეობა და მონახაზი რა და როგორ გაკეთდება, რა მიმართულებით ეს იქნება ერთი დედაქალაქში, წანისის პარკის მიმართულებით და მეორე იცი თქვენ გონიოში, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელება ხელშეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, დამატებით შემოსავლის მოქალაქეებისთვის დასაქმებას და ყველაზე მთავარი ასეთი მსხვილი ინვესტიციის განხორციელება არის ნიშანი სხვა ინვესტორებისთვისაც, რომ ჩვენი ქვეყანა მიმზიდველია ამ სალსარისით, რომ ქვეყანაში მომავალშიც იქნება მშვიდობა და სტაბილურობა, გაგრძელდება ეკონომიკური წინსვლა. მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სამტრედის მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება. პარალელურად მიმდინარეობს მეათე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უკვე განახლდა ქალაქის პირველი და მე-12 საჯარო სკოლები. სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა და ილორის დასახლებაში მდებარე ნომერ მეორე საჯარო სკოლასთან შერწყმული საგანმანათლებლო დაწესებულება. მთავრობის მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტში მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები ხორციელდება გეგმაგრაფიკის დაცვით, ვიზუალური დათვალიერებით, ხარისხიანად. ქალაქ სამტრედიაში მიმდინარეობს მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს შპს პრაიმ ბეტონი და სამუშაოები მიმდინარეობს ყველანაირი გეგმაგრაფიკის დაცვით. მარტვილის მუნიციპალიტეტში 4 ახალი ბაღი შენდება. გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონების შიდა და გარე სივრცეების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა. საბავშვო ბაღებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს. ამ დროისათვის 4 საბავშვო ბაღის მშენებლობას ვახდენთ. ამჟამად პროცესს სოფელ გაჭედლის ბაღში გავეცანით, სადაც სტანდარტების შესაბამისად მოიწყობა როგორც შიდა,
ასევე გარე სივრცეები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული. წელს სექტემბრიდან გავხსნით ახალ საბავშვო ბაღს, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სადაც იქნება მოწყობილი ატრაქციონი, ეზოკეთილმოწყობილი, შიგნით იქნება 2 ჯგუფი. ქვემო ქართლის მხარეს კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება. ქალაქ მარნეულში მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება სკვერი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. განახლდება ამფითეატრი, ასევე დამონტაჟდება თანამედროვე გარეგანათების სისტემა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ქვემო ქართლის რეგიონში ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. ეს არის თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. მარნეულის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით ამ წუთებში, სადაც მიმდინარეობს აქტიურად რუსთაველის ქუჩაზე სკვერის განახლება, რეაბილიტაცია. ვიმყოფებით ქალაქ მარნეულის ჯავახიშვილის სახელობის პარკში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სივრცეც გახდება ერთ-ერთი მიმზიდველი ლამაზი ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ქალაქ მარნეულში გასული წლის განმავლობაში რამდენიმე სკვერი რეაბილიტირდა და განახლდა. აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. აღნიშნული პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაავადების წინააღმდეგ დროული მიმართვიანობა. თბილისის სატელევიზიო ანძის ზურმუხტისფრად განათების ინიციატორი ეროვნული სკრინინგ ცენტრია, მხარდამჭერი კი თბილსერვის ჯგუფი. აღსანიშნავია, რომ ქალებს 25-დან 60 წლის ჩათვლით შეუძლიათ ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის უფასო გამოკვლევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული. ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და თბილსერვის ჯგუფის მხარდაჭერით დღეს თბილისის სატელევიზიო ანძა განათდა ზურმუხტისფრად, რაც ეხმაურება საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საერთაშორისო კვირეულს. აღნიშნული აქტივობა შეახსენებს კიდევ ერთხელ მოსახლეობას პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობას. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს დროებით.